მოგესალმებით მეგობრებო. ვიწყებ მორიგ ვიდეოს დარიგებების გარჩევას და ამჯერად გვაქვს ლიდერბეთი NL20. მოდი პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ ბევრი საუბრის გარეშე. აქ ცოტა გადავახვიო და დავიწყეთ NL20-ა ლიდერბეთი small blind-ზე. წავედით. ლიმპი, იზოლირება და ტუზდამა. ხო, პირველ რიგში რაც მინდა თქვა, ესეთ დინამიკაზე, ანუ ესეთ ექშენზე, როცა პირველი პოზიცია დავუშვათ ლიმპას და მეორე პოზიცია 5 დიდი ბლაინდით იზოლირებას უკეთებს, ტუზდამას მობლაინზე ისეთი ძლიერი ხელი აღარ მეჩვენება. ვფიქრობ, რომ აქ ტუზდამის დაყრა შეცდომა არ იქნებოდა რა. თუ რაღაც ინფო არსებობს ოპონენტზე, რომ დავუშვათ ძალიან ლუზურად აიზოლეიტებს ყოველთვის ხელსაყრელია რომ დაატრიბეთო, დავუშვათ ამ კარი ფული მოიპარო, მაგრამ თუ ტაიტი ოპონენტი აკეთებს ესეთ ქმედებას, შეგვიძლია ესეთ ადრეული პოზიციების წინააღმდეგ ტუზდამა პირდაპირ გადაყარო. Small blind. აქ იგულისხმება small blind-ი. ბატონზე რო კონდეს ტუზდამა, უფრო ხელსაყრელი ალბათ ტრიბეთი იქნებოდა, იმიტომ რომ პოზიციაში იქნებოდა ტრიბეთ ბოჩი და ეგ კიდე ძალიან ისეთი არსებითი უპირატესობაა. თუმცა აი ოპონენტის სიტაიტეს გააჩნია რა ისევე რა, შეიძლება ოპონენტის სიტაიტი იყოს, რომ 5 ბებე იზოლეიტის წინააღმდეგ შეიძლება ბატონზეც დაიყაროს ტუზდამა, მაგრამ ნუ მე ვამბობ დეფოლტზე, როგორც წესი. ბატონიდან ტრიბეთია, small blind-დან foldi, მაგრამ ერთი მინდა შევხედო solver-ი რას აკეთებს ამასთან დაკავშირებით. ზოგადად ეგ არ არის ისეთი ძალიან მნიშვნელოვანი აქ ჩვენ გასაგებია რომ ჩვენ ინტერპრეტაციას ვაკეთებთ დარიგებებში და ბრმად არ ვენდობით solver-ს, მაგრამ მაინც შევხედოთ. მოკლედ solver-ში იმ დარიგების მოდელირება ვერ გავაკეთე სამწუხაროდ. რა დარიგებაც ჩვენთან არის, ანუ ლიმპი და 5 ბლაინდი იზოლირება და ტრიბეთზე foldi-ა რა. ანუ ყველაზე ახლოს ეს არის, ნუ გასაგებია რომ ეს ძალიან განსხვავებული, ამით ვერ ვიხმოვანებთ, მაგრამ მაინც უბრალოდ ამასაც შევხედე. ის რახან ვერ გავაკეთე, ეს ლიმპი და იზოლირება და რაღაც ეგეთები რახან ვერ შევიყვანე. კაი, ჯანდაბას გავაკეთე UTG-დან 2.5 რეიზი და hijack-დან ტრიბეთიდან, ახლა მაგასთან შედარებით მაგ სიტუაციაში რომ SB-ზე foldi-ა, ეგ სურპრიზი არავის არ იქნებოდა, მაგრამ ნუ გასაგებია. ჩვენი სიტუაცია ცოტა განსხვავებულია. ცოტა უფრო ისეთი light სიტუაცია, მაგრამ foldi არც ამ სიტუაციაში არ იქნება ჩემი შეცდომა. მაგრამ კაი, მოდი მაგას დავანებოთ თავი. ბარემ ვიტყვი იმას, რომ ხო. ტრიბეთის საიზინგი ყველა ვარიანტში ცოტა უფრო დიდი იყო რა, საჭირო რა. ჩვეულებრივი 3x იქნებოდა აქ ან დაახლოებით ოდნავ ნაკლები შეიძლება, მაგრამ აი მაინც 3x იქნებოდა. რელევანტური იქიდან გამომდინარე, რომ წესიერი foldequity შეიქმნას რა. ეს ის სიტუაცია, სადაც ეს ტუზდამა სრულიად ბლეფია რა. ანუ value-ზე ამ სიტუაციაში ტუზდამას ვერ დაატრიბეთებ. ანუ უარესი ხელები იშვიათად გეთამაშებიან ოპონენტის მხრიდან. ნუ გააჩნია ისე ოპონენტს, რა თქმა უნდა, თუ ეხა ძალიან მანიაკი არ არის რა, მაგ შემთხვევაში ვამბობ, ეხა სადღაც კაროლ ვალესა, ტუზ ვალესა რაღაც ეგეთებს, კაროლ დამასაც ძალიან იშვიათად დაქოლავს ესეთ სიტუაციაში, უფრო ძლიერი ხელებით გააგრძელებს და შესაბამისად ამ სიტუაციაში გირჩევნია, რომ ცოტა უფრო დიდი საიზინგი იხმარო. იმიტომ რომ თუ ბლეფია, ბარემ ბლეფი იყოს, ბარემ მკვდარი ფულის მოპარვის შანსი იყოს და რაღაც ძალიან კარგი შანსები არ მიცე ისეთ ჯიბის წყვილებს, როგორიც არის რაღაცა 7-იანები, 8-იანები, 9-იანები და რაღაც ეგეთები რა. კარგი. შემდეგ მივიღებთ calls სავარაუდოდ. ანუ აქ ეხლა რა რამე იმის გადმოსახედიდან, რომ ისეთი საიზინგი მივეცით, რომ ის ფიქრობს, რომ შეიძლება ჩვენ ვაფშე ტუზდები გვეჭიროს რა, ან კაროლები და არ გვინდოდეს, რომ დავკარგოთ პოტიდან რა. Flop-ზე ნაცი. ნუ მე უკვე ხა დაკომენტარება დიდი აზრი აღარ აქვს ხა ნაცი როცა ყავს flop-ზე, მაგრამ კი ფსონსზე ვიტყვი, აი ეს flop-ზე რო გახვედი 2/13 თუ რამდენიც არის, ნუ ცოტა ნაკლებს გავიდოდი, მაგრამ ფსონი აუცილებელი იყო ჩემი აზრით რა. ისეთი გადატვირთული flop-ია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ნაცი გაქვს, აქ უნდა გახვიდე, მით უმეტეს ტრიბეთ ბანკია, იმას აქ ხშირად ექნება რაღაცეთი ჰენდები, როგორიც არის მაგალითად კაროლ დამა, კაროლ ვალეტი, დამა ვალეტი, ტუზ ვალეტი და რაღაცეთები, ან წვილი პლუს გაჩოტი და მაგისგან გამომდინარე ძალიან ხელსაყრელია რომ გავიდეთ და რაღაც ისეთი თუ ეყოლება როგორც არის მაგალითად 7-იანები, 8-იანები, ის სავარაუდოდ მაინც არაფრის გადახდელი არ არის რა და ჯობია რომ დიდი ჰენდები კარგად დავეველიუბეთოთ რა. მე მგონი აქ ფსონი კაი იყო. ნუ მე უკვე დანარჩენი ხა, იმედია რაღაც კარგია რომ ნახეთ ოპონენტის ხელით, ტუზ კაროლი.
არ მიკვირს მაგ სიტუაციაში თუს კაროლი რომ კიდე არ გააგრძელა პრეფლოპზე ისეთი ძლიერი რეინჯი ვანახეთ აქედან რომ მოკლედ არადინამიურ პოზიციებში სხვადასხვა ფერის ტუზდამა საბოლოო ჯამში გაკვეთილი ის იყო რომ არც ისე ხელსაყრელი ჰენდია უფრო ხშირად დომინაციის ქვეშ ექცევა და აი შემდეგი რა არის აბა ტუზები სამი ბებე რეიზი ჩვენ ვადრიბეთებთ კი ბატონო ეს ახლა არ ვიცი სიტუაცია მაგრამ რაღაცნაირად თვალში მომხდა უცებ ის რომ არც ერთი ოპონენტი მონიშნული არ არის მარკერით რა შეიძლება რეპლეიერი არ აჩვენებს მაგას არ ვიცი მაგრამ ზოგადად მარკერი ძალიან აქტიურად გამოვიყენოთ და ლიდერბეტზე კიდე არის შესაძლებელი ნოცები რა რაც აჭარაზე არ არის შესაძლებელი ანუ ოპონენტს რომ დავაწეროთ რაღაცა ნოუტები და ეგეც ძალიან აქტიურად გავუწევდი რეკომენდაციას მაგის გამოყენებას მაგალითად აი აგრესია აღნიშნოთ ოპონენტის აი რა სიტუაციაში გამოვლინდა და ასე შემდეგ ნუ ტუზებით ახლა პრეფლოპოლინი ეს ორი აზრი არ არსებობს აქ რა ხდება კაცო რაც შუიდან დაიწყოს დარიგება მაგრამ მივხვდეთ აბა რა ხდება პირველი პოზიციიდან არის ესეთი რეიზი მერე კოლი ჩვენგანაც კოლი ალბათ რა ყველა ორიენტი შეგვიძლია იყოს და ხო რა შეიძლება კი კოლით შესვლა ისეთი სტეკები აქვს ოპონენტებს რომ ოლინსა და კოლს შორის გვაქვს არჩევანი ერთი ფერის კაროლვალეტით ალბათ კოლი ჯობია რა დაყრა ეხა ძალიან ნამედანი იქნებოდა ამენდის და აქ დონქავ ხო როგორც მივხვდი ანუ პირველი გადიხარ ოპოზიციოდ არ არის მისაღები ამ სიტუაციაში დონქი არანაირად აქ უნდა დაჩეკო იმიტომ რომ ოპონენტების რეინჯი ძალიან კარგად მოხდა ოპონენტების რა აგრესორის რეინჯი ძალიან კარგად მოხდა ფლოპში და რავი ისეთი ფლოპია რომ თითქმის 100% შემთხვევებში უნდა ელოდო ოპონენტისგან აგრესიის გაგრძელებას რა გააგრძელებს აგრესიას მერე რავი შენ კაროლვალეთს გაათამაშებ როგორც გაგიხარდება მაგრამ ეხა ამ დონკით ისეთ ხელებს აყრევინებ ოპონენტს როგორც არის მაგალითად ტუზვალეტი ტუზდამა ან ათიანები შეიძლება არ ათიანეს ალბათ ვერ დააყრევინებ მაგრამ აი რვიანები შვიდიანები შეიძლება დააყრევინო და არა ზოგ შემთხვევაში კიდე აი NL-ზე მგონია რომ კიდე ათიანები შეიძლება დააყრევინო და ისეთ ხელებს როგორც არის კაროლდამა ტუზკაროლი ტუზები კაროლები მაგას ვერასდროს ვერ დააყრევინებ ანუ ფაქტიურად უკეთესი რეინჯის წინააღმდეგ გაკეთებ იზოლირებას აი ამ დონკით რა როცა შეიძლება დაჩეკო ოპონენტი აგრესიას გააგრძელებს ანუ ფლოპის მოპარვას ეცდება მიიღებ ველიუს ეგ არის და ეგ მაგრამ უბრალოდ ის ფაქტორიც არის რომ ხო შეიძლება ხანდახან უკან ვიყოთ რა კაროლდამასთან ტუზკაროლთან მაგრამ ტუზებთან მაგრამ ნუ მაგას უკვე ვერ გაექცევი რა ამ სიტუაციაში როცა ესეთ დაბალი SP არის ანუ პოტი და ოპონენტების სტეკი თითქმის ტოლები როა უკვე ერთი SP არის როა ერთნახევარი მანდ უკვე სხვა გზა აღარ არის რა მივიღეთ ერთი ფოლდი ერთი კოლი სამიანი გაწყდა ეს ტიპი არის რომელიც კოლით არის შემოსული და ნუ ხო რა ამ სიტუაციაში სავარაუდოდ ჩვენ თამაშობთ სტეკზე ამ ოპონენტთან არანაირი სხვა ვარიანტი არ აქვს კი ბატონო აქ დამთავრდა ეს არიგება გავიღავით მეგობრებმა გაიმარჯვა მოკლედ დონკვეთები უფრო კარგად იმუშავებდა მაგალითად მაგ კაროლვალეტით რომ მოდებოდი დაუშვათ რაღაცა 2-ან 3-ან 5-იანი რო ყოფილიყო და დაუშვათ ერთი წელი ჯვარი ყოფილიყო რა და ვექტორ ფლეში ქონოდა ხო შეიძლება გაგედონქა ეგ ფლოპი იმიტომ რომ დაუშვათ ოპონენტებთან რაღაცა ოვერკარტები დაგეყრებინებინა მაგალითად ტუზვალეტი ტუზდამა რაღაცეთი ჰენდები რომლებთანაც უკან იყავი რა და რომელთანაც უკან იყავი მაგრამ მკვდარი არ იყავი ხო და ვხედო დაგიქოლავდნენ შეიძლება მოგწოდა რაღაცა ან კაროლი ან მეორე ჯვარი და უკეთენზე დაფუშავდი და ასე შემდეგ აი ეგეთ სიტუაციებში შეიძლება გაგედონქა მაგრამ ის ფლოპი რომელშიც მოხდიდა თან ისეთი მშრალი ფლოპი როგორიც ეგ იყო იმ ტიპს აი სავარაუდოდ წინა დარიგებაზე ვინც იყო პრეფლოპ აგრესორი ისეთი რეინჯი დააყრევინე რომელი რეინჯისგანაც სავარაუდოდ ბლეფს იბეთი უნდა მიიღო ანუ აგრესია უნდა გაეგრძელებინა ფლოპზე რა მით უმეტეს პრეფლოპზე იმხელა რეიზი გააკეთა რაღაცა უბრალოდ რავი მან შეიძლება სხვა სიტუაცია იყოს შუა დარიგებიდან დავიწყეთ ყურება შეიძლება მან ჩვენ დავატრიბეთეთ რავი პრეფლოპზე ახლა პრინციპში მაგრამ თუ ჩვენ დავატრიბეთეთ პრეფლოპზე მაგათი რამე მინ რეიზი ან რაღაც ეგეთი მაშინ ძალიან პატარა საიზი გიხმარია და ეგ არის შეცდომა რა მე ეგრე ჩავთვალე რომ რეიზი იყო ეგეთი და დაკოლე შენ უბრალოდ რა ბლაინდზე იმიტომ რომ უკვე შუა დარიგებიდან იყო გადაღება დაწყებული რა
აქ ბანდიკამს ითვისებ ხა როგორც ვატყობ ნელ-ნელა და ცოტა ისე არის გადაღებული რა. პირდაპირ შეგიძლია უბრალოდ მთლიანი ეკრანი გადააღებინო და პრობლემა არ იქნება. ან შეგიძლია რამე ჯერ ბანდიკამის ჩარჩო მონიშნო და მერე შენი მაგიდა იმ ჩარჩოს მოარგო და მერე დაიწყო ჩაწერა რა. აქ რა მოხდა ბოდიში იმდენი ბანდიკამის იმას უყურებდი. კაროლ ვალეტით პრეფლოპ ოლინში რანაირად მოხვდით ერთი ძალიან დამაინტერესა მაგან. ესე იგი 2.5 ბლაინდით. არა ეს რა ლიმიტია. მოკლედ ეს დარიგება დავიწყეთ ესე იგი ენელა 2 ლიმპია და ჩვენ 50-ით ვარაიდეთ 0 ბლაინდიდან, ხო? არ არის 2, ანუ ლიმპების წინააღმდეგ დაარეიზე ხოლმე ოპოზიციოდ 4 ბლაინდი პლუს 1 ბლაინდი ლიმპერზე რა. ამ სიტუაციაში რავი 6 ბლაინდიდან დაგარეიძებინე დაახლოებით, ან ლარი და 20 რა. ეს ძალიან პატარა საიზინგია, ან თითქმის არანაირი აზრი არ აქვს ამ რეისს რა. უბრალოდ ყველა დაქოლავს და შენი კაროლ ვალეტი 3 ოპონენტის რეინჯებთან ვერ იდგება რა კარგად, ანუ არ ექნება, ანუ არანაირი equity, ანუ 4 კაცი რო თამაშობ, რა ფლოპი მოვა, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ანუ სასტარტო ხელის equity ისეთი მნიშვნელოვანი აღარ არის ხოლმე რა. შესაბამისად, შენი მიზანი არის და იზოლირების მიზანი არის ზოგადად რომ ერთი ტიპი დაიტოვოს და ჰეძაპოტი ითამაშოს რა, იმიტომ რომ ჰეძაპონში შენი სკილის და equity-ის რეალიზება ადვილია. და მულტიპოტში არა რა, ეგ თემაა და აქედან ფუში მივიღეთ, იქიდან რეფუში მივიღეთ და ამ სიტუაციაში შეგიძლია ეს კაროლ ვალეტი გადაყარო რა, პრესლოპ ოლინი ათქინდა რომ კაროლ ვალეტი ითამაშო თუნდაც ნახევარს და კებთან, მაგრამ კაროლ ვალეტია რა. ელემენტარული ტუს3-იანთან უკან ხარ. ტუს ვალეტთან მით უმეტეს. ეს არ გვანახებს რა აქ, ვალეტათია. ტუს დამა. ესე იგი small blind-ზე ვართ, cut-off-იდან მივიღეთ 5 ბებე რეიზი და 2.40 გადავართ. ხო, ანუ იგივე სიტუაცია. აქ მე საერთოდ call-ით მივიღებდი სიმართლე რო გითხრა რა, როცა ესე უცებ ტიპი 5 blind-ს არეიზებს, ორი ვარიანტია. ერთი რომ ესე არეიზებს ყოველთვის 5 blind-ს, უნდა დაატრიბეთო მაშინ ჩვეულებრივ 3x-ი. ან მეორე ვარიანტია რომ ყოველთვის ესე 5 blind-ს არ არეიზებს და რატოღაც ეხა დაარეიზა 5 blind-ი. თუ ეგეთ სიტუაცია რომ რატოღაც ეხა დაარეიზა 5 blind-ი, ხო? ჯობია დაქოლო ეგ და ცოტა უფრო ასე ვთქვათ პოტი გააკონტროლო და დიდი პოტი ძალიან არ გაბერო პოტი, იმიტომ რომ მაინც ტუს დამაა რა. არ არის ძალიან ძლიერი ხელი, ანუ პრესლოპ ოლინის თამაში არ გინდა ამ ტუს დამით, შესაბამისად გიჩვენია დაქოლო და თუნდაც ოპოზიციოდ ითამაშო ფლოპი რა. ეხა ერთი ფერის ტუს დამა რომ კატ-ოფის წინააღმდეგ დაყარო, ეგ უკვე ძალიან ტაიტი თამაში იქნება. შეიძლება აქ დაქოლოა თამაში ჩვეულებრივად. ან თუ ატრიბეთებ ცოტა უფრო გაზე, აი 2.80 მინიმუმ ჯობდა რომ გადაგერტყა. ანუ ისე სტანდარტულად 3 ლარი რა. ანუ 3x. ფლოპი ძალიან ცუდი მოვიდა. არაფერს არ მოვედეთ. კი, ოპოზიციოდ ესეთ დროს მე დავჩეკავდი. იმიტომ რომ ფიქრობ რომ ფლოპზე დიდი არაფერი fold equity არ გვექნება ოპონენტთან და დაჩეკვა ჯობია ყველა ვარიანტში. ოპონენტმაც დაჩეკა და ჩვენ გავედით 63. აი ოპონენტმა რახან დაჩეკა გასვლა შეიძლება აქ, მაგრამ ნუ მინიმუმ ნახევარი პოტი მაინც უნდა გახვიდი აქ. თუ გინდა რომ რაღაც fold equity შექმნა, ან fold equity შექმნა, ან კიდე საერთოდ აი შეიძლება კონდეს ოპონენტს რაღაცა ესეთი ჰენდები რომლებიც არ დაყაროს, მაგრამ შენ უკეთესი, ან შენ წინ იყო რა, მაგალითად რაღაცა ტუს ვალეტი კონდეს, ან ტუზათიანი, ან რაღაც ეგეთი, რომელიც შეიძლება არ დაყაროს და მიიღო რა value. დავუშვათ value ბეთი. იდეაში აქ ეხა ფსონს აკეთებ, უფრო value ბეთი აქ როცა ფსონს აკეთებ, იმიტომ რომ ოპონენტმა რახან დაჩეკა, ან რაღაცა ტრეში აქ რაღაც სიტყვაზე ვალეცხრიანი, ვალეტათიანი, ან რაღაც ეგეთი და პირდაპირ გადაყრას აპირებს და აგურებიც არ აქვს. ან კიდე რაღაცას ელოდება შეიძლება. დავუშვათ ფლეშთან რაღაც აშება რამე გაჩოტი მოიძებნოს ოპონენტის
მაგრამ რა გაჩოტი უნდა მოიძებნოს? არ ვიცი, არ ვიცი. რთული სიტუაციაა, რთული სიტუაციაა. გასვლა შეიძლება, მოკლედ რაღაცა folder-quiz-ის შექმნა შეიძლება აქ ნახევარი პოდით ალბათ ან 2/3-ით და თან იდეაში ეგ ცოტა value-ბეთიც იქნება flash draw-ებთან და ზოგადად რაღაცა თენდებთან, რომელიც უბრალოდ არ დაგუჯერებენ და ისიც ტუს ჰაი, მაგრამ ჩვენი რო ჯობია რა, აი ტუს ვალეტი მაგალითად ან რაღაც ეგეთი. 60 რა თქმა უნდა დაქვალა ოპონენტმა, რივერი მოდის ცხრიანი. აქ რაღაც უბედურება მოხდება, ხა ეჭვი მაქვს ეგეთი. და დონქავს ამ ცხრიანზე ოპონენტი. ნუ არ ვიცი რა შეიძლება ითქვას, არ ვიცი ოპონენტთან. ნუ ეხლა გვანახებს ოპონენტი რომ 7-იანი მყავსო იდეაში რა. მაგრამ რაღაც ეჭვმეპარება 7-იანი ყავს. რაღაც ძალიან უცნაური გათამაშების ხაზია ოპონენტის მხრიდან. თუ 7-იანი ყავდა, ან flash draw ყავდა, ან რაღაცა ყავდა, რავი, წესით თერზე იმ 60-ზე raise უნდა ეთამაშა. რავი. მაგრამ რავი, არ ვიცი რა, არ ვიცი. აკოლი იქნება ალბათ. და რა ქონდა ერთი და მაინტერესა ძალიან. მოვიგეთ და ვერ ნახავთ რა ქონდა. ნახავთ. ზუსტიანი. ხო რა, ეგ ხო რაღაც არაფერს არ განასახიერებდა რა ოპონენტი. ეგ იყო რომ აი თერზე ჩორლებოთ value-ბეთი შეიძლება მიიღო. ცოტა დიდი საიზინგით უნდა გასულიყავი და ეგ დიდი საიზინგი ის იქნებოდა რომ ერთის ხრივ შეიძლება დაეყარა ოპონენტს და რეალიზება ვერ მოეხდინა თავისი equity-ის, დიდი არაფერი equity არ ქონდა, მაგრამ რაც ქონდა მეორე შეიძლება ის მოხდარიყო, შეიძლება გადაეხადა, მაგრამ river-ზე ეგრეთ ამათ დონკი არ წამოვიდოდა რა ოპონენტისგან, როცა ჩვენ ისეთ პონჩი ცოტა აგრესიულად ვიქნებოდით. ცოტა ძლიერი range-ის რეპრეზენტაციას გავაკეთებდით turn-ზე, საერთოდ დაჩეკა და ჩეკ-ჩეკით გავიტანდით რა. მოკლედ საიზინგი იყო შესარჩევი სწორი რა. ეხა bet sizing-ებზე ეხა აქ ცალკე ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ ზოგადად არის გაკვეთილი post-flop გათამაშებებზე, pre-flop გათამაშებებზე, რომელშიც bet sizing-ესაც ვეხები, შეიძლება ამომწურავად არა, მაგრამ დროთა განმავლობაში ამოვწურავთ ამ საკითხებს, ანუ ცოცხალ სესიებზე და ცოცხალ სესიებზე კი არ ამოვწურავთ, ანუ რაღაც გაკვეთილებზე ამოვწურავთ, მაგრამ ცოცხალ სესიებზეც ვეხები ამ საკითხებს და მოკლედ გირჩევ რომ უყურო და რაღაც bet sizing-ებზე და რაღაცებზე გააკეთო, ასე ვთქვათ, რაღაც დააბალანსო რა bet sizing-ები, იმიტომ რომ ხა აქაც ხა open raise-ია როგორც ხედავ, ჩვენი MP-დან და ლარი და 46 და ეს ძალიან გადამეტებული bet sizing-ია რა. Open raise-ი ანუ უნდა გქონდეს ჩვეულებრივად, რავი, 3 დიდი ბლაინდი, შეიძლება რაღაც შემადგენლობის მიხედვით რაღაცა ცოტა მოუმატო, სიტყვაზე 4 დიდი ბლაინდი გახვიდე ან რაღაცა. კი რაღაც ძალიან ექსტრემალურ სიტუაციაში შეიძლება ძალიან დიდი საიზინგით გახვიდე რაღაცა, ძალიან დაძაბულ დინამიკაში იყო მაგალითად ვიღაცა big line-ზე ტიპი როდის მაგასთან და შეუტიო, მაგრამ ეგ უფრო გამონაკლისია რა, გამონაკლისი შემთხვევები ზოგადად ან ერთ და იგივე ზომის raise უნდა აკეთებდე რა. ზოგადად აი მე მაგალითად ვაკეთებ 3 დიდ blinds cut-off-ზე ბატონზე 2 ნახევარს რა და ადრეულ პოზიციებზე 3 დიდ blinds და small blind-ზე 3 დიდ blinds. რა ყველას კარტი უჭირავს აქ ვერ გავიგე. ეხა ერთ კაცს ვეთამაშებით ხო მე მგონი აქ. ხო, ბატონს. Turn-ი check-check-ით გავიარეთ. Turn-ი კი არა, flop-ი. ანუ პრეფლოპზე დაგვატრიბეთ აი მან, რაღაც უცნაური საიზინგიც იმანაც 2x-ი. ესეთი 2x ტრიბეთები საერთოდ რაღაცა ცოტა ძლიერ ხელზეც მეტყოლებს ხოლმე ხანდახან, მაგრამ მეორე მხრივ ისეთ კარგ შანსებს იძლევა რომ დაყრაც არ გამოდის ხოლმე რა. ეს 1.15% ბოტის. ცოტა მეტი. ისევ აი რაღაცნაირად ესეთი ფსონი, რაღაცნაირად აი არც fold-equity-ს არ ქმნის აქ და ვერ ხვდები რას ემსახურება ეს ფსონი რას ემსახურება ვერ მივხვდი სიმართლე რა თქვა. კი, ფლოპის ჩეკის მერე მოგინდებოდა გასვლა, თან გაჩოდი წაგივიდა, მაგრამ მეორე მხრივ არ არის მაინდა-მაინც ესეთი ფლოპი, სადაც რამე fold-equity იკითხებოდეს რა. რივერი დაფუშა. გასაგები რასაც ემსახურებოდა ეგ ან რაღაცა ნო, თუ რივერი დაფუშას აპირებდი, კი, რაღაცას ემსახურებოდა ეს ფლოპი რა. ანუ 2 ბარელი ან თერდი რივერი გააკეთა. კი ბატონო, კი ბატონო, თუ რივერის დაფუშას ახლა მივხვდი რასაც ემსახურებოდა. კი ბატონო, რივერის ფუში. კი ბატონო, ნამდვილად ესეთი კრეატიული ფუში იყო. კი, ეგ დარიგება არ იყო, ცოტა გათამაშებული, აი გვიანი ქუჩები, ანუ ეს თერნი რივერი როგორც გააკეთე, ეგ თერზე პატარა ფსონი და რივერზე ფუში.
ეგ ნორმალური იყო. მაინც თერზე თუ მაგას აკეთებდი ცოტა მეტი საიზინგი შეგეძლო გაგიკეთებინა რა. 1/13 მაგალითად, იმიტომ რომ რაღაცნაირი მაპროვოცირებელი საიზინგი არის რა, ეს 15%, რას გულისხმობ, რომ ან ჩვენებად ოპონენტს შევა მოუნდეს რომ გადაგარტყას რა, მაგ სიტუაციაში დაინახავს ეგეთ პატარა ფსონს და აღარ გამოვიდეს ის გეგმა რასაც აპირებთ. უფრო სტანდარტული საიზინგები რო იხმარო, მაგალითად ნახევარი პოტი, ჯერ ერთი ის არის რომ რაღაც ფოლდეკვიზაც შექმნის, მეორე ერთი ის არის რომ ნაკლებად მაპროვოცირებელია და მესამე კიდე ის არის რომ ცოტა უფრო მეტ გადაახტევინებ ოპონენტს და რივერსზე რომ დაფუშავ, ცოტა უფრო დიდ ბანკს მოიპარავ რა. ეგ ბევრი ფაქტორი არის. თუმცა ბევრი რეგულარი აკეთებს ამ რაღაცა 10% და 15% ფსონებს და რაღაცა ბლოკინგ ბეთებს. ბევრს დამოღამებული აქვს, აი მე ჩემი თამაშის სტილში არ ზის, მაგის ექსპერტი რაღაც და არა ვარ და შესაბამისად თქვენ უფრო გეცოდინებათ, თუ ვინმე რამე შეხედულებები გაქვთ ამ მიკრო საიზინგებთან დაკავშირებით, რავი დაწერეთ, გაგვიზიარეთ თქვენი აზრი, ძალიან გაასწორებს. აბა აქ რა ხდება ხა? აქ პირდაპირ ფლოპიდან ვიწყებთ თამაშს. პრეფლოპზე რა მოხდა არ ვიცით. უწყვლი გვაქვს, რავი, აქ ვერაფერს ვერ გავიგებთ ამ დარიგებაზე. აქ რა დინამიკა პრეფლოპზე რა მოხდა? ნუ რაც არ მოხდარიყო პრეფლოპზე მე მგონი აი ეს დამავალეტი მაინც რაღაც ცოტა ოპტიმისტურად თამაშობს მაინდა-მაინც რაღაც ვალეთს რომ მოედები ისეთი მაინდა-მაინც მონსტრიც არა გაქვს რა დამავალეტი არა მაინც რა მაგრამ რა იყო ვაფშე თავიდან როგორ დაიწყო ყველაფერი როგორ გავინთარდა არ ვიცი მაგრამ იდეაში ეგეთი დიდი საიზინგებით და ეგეთ დინამიკაში აი ეს ხელის ვაკუუმში რო თქვა რა ეხა რახან შუა დარიგებიდან დავიწყეთ თამაში ისეთი კარგი ხელიც არ არის რომ მოკლედ ესე ოპტიმისტურად ითამაშოს რა კარგი ბოლო დარიგება დაგვრჩა გავარჩიოთ და ამით დამთავრდება ცოტა პატარა ვიდეო გამო მაგრამ არა უშავს კარგი აქაც ეს დარიგებაც რაღაც ცოტა შუიდან არის, ხო? როგორც მივხვდი. მაგრამ მივხვდებით რაც არის, ესე იგი ბატონზე ვართ, ლიმპი, რეიზი, ტრიბეთი და ტრიბეთს ქოლა კაროლ დამით. აბსოლუტურად არანაირად საჭირო არ არის ეს გოლი, პირდაპირ ფოლდი ხარ, უბრალოდ და სუფთა სინდისით რა. კაროლ დამაზე უარესი ამათან ხშირად არაფერი არ იქნება, როცა იქნება მაშინაც რეალიზება გაგიჭირდება, იმიტომ რომ ძალიან გაბერილი პოტია და მოკლედ აქ ერთადერთი ამ კაროლ დამისაც შეიძლება გააკეთებინა არის ფოლდი მეტი არაფერი რა ეგ არის და ეგ რა ერთი ფერის კაროლ დამა შეიძლება კიდე დაფიქრებულიყავი ქოლზე მაგრამ საავადმყოფოდ ეგეც ფოლდი იქნებოდა რა ზოგადად ესე სიტუაციაში ქოლის რეინჯი შეგიძლია არც გქონდეს საერთოდ და მარტო ან ფორბეთი ან ფოლდი ითამაშო რა და რაღაც დავუშვათ ბლეფ ფორბეთში წაიყვანო რაღაც ტულდამა და რაღაც დანარჩენი ყველაფერი დაყარო სიტყვაზე ჩვეულებრივ შეიძლება ეგეთი რაღაც მოდი მაგასაც ერთი სოლერში შევხედოთ მაგრამ UTG-ს დავანებოთ თავი მოდი აი MP-ზე გავაკეთოთ რეიზი კატ-ოფზე გავაკეთოთ ტრიბეთი ხა მანდ ბევრად უფრო დიდი საიზინგები იყო ვიდრე ჩვენთან და ჩვენ ვართ ბატონზე რა და აი შეხედე კაროლ დამახო ფოლდია სხვადასხვა ფერის ტულდამაც ფოლდია კარმანკები აი ესენი 7-იანები 8-იანები 9-იანები თითქმის 10-იანებსაც ყრის დაჟე ვალეტებიდან აფორბეთებს და აი ამ ერთი ფერის ბროდვეის აფორბეთებს ბლევსზე რაღაცებს აი კაროლ დამა ტუზ ვალეტი რაღაც ეგეთებს ну 30-იანი ცოტა ეს ეხა ამას ცოტა აქა-იქ რაღაცა ეს მიყრილ-მოყრილი აქვს რა ეს პატარ-პატარა საიზინგები პატარ-პატარა ნაწილი და უფრო 5-იანის მაგრამ ეგ შეიძლება დაივიწყო რა უბრალოდ აი ტუზვალეტი და ტრიბეთო და დანარჩენები დაყარო და ტუზ დამას და ну ეს უკვე value ფორბეთებია რა კაროლები დამები და რაღაც ეგეთები ანუ ხო ხტები რამდენად ტაიტად უნდა ეთამაშო როცა ესეთი რეინჯი და თან კიდე აქ უნდა გაითვალისწინო ის ფაქტი რომ ჩვენთან უფრო დიდი საიზინგებია ხო აქ რო 2.5 მიწერია ოფერეიზი და 7.5 ტრიბეთი ჩვენთან იყო 4 ბლაინდი იზოლეითი
4 blind isolate კი არა, вообще, ეს რა ამბავია დედასვიცა ვარ. 15 blind-ია isolate. და აქედან კიდე call-ი. არა, короче, fold-ია რა. ამდენი პროფესორობა არ ჭირდებოდა, ეხა იქ solver-ში შესვლა ნახვა და რაღაცა, ისედაც ან უნდა იცოდე რომ fold-ია. ეხა ამ flop-ზე სავარაუდოდ ამ ხელა პოტში უკვე ჩვენი კაროლდამა სავარაუდოდ უკვე სტეკზე ითამაშებს რა. კარგია რომ დაჩეკე, რახანამათა დაჩეკეს, იმიტომ რომ აქ თითქმის fold equity თითქმის არაფერი არ იყო და უფასოდ როცა გაძლევენ equity-ის რეალიზებას, კი ბატონო, დაჩეკე ნახე რა. ეგ არის და ეგ. Raise. აი ეს raise. მოკლედ პირდაპირ all-in ჯობია, მაგის თქვა მინდა. ეს raise flash draw-ებს თითქმის პირდაპირ ოცებს აძლევს რა. ანუ თითქმის პირდაპირ ოცებს აძლევს, რომ რეალიზება მოახდინონ თავიანთი equity-ს. აქ უნდა დაფუშო და იმედი იქონიო, რომ ოპონენტს ექნება ან დამა, ან 7-იანით ვერ მოახერხებსო დაყაროს, ან flash draw ექნება და ცუდ მათემატიკურ პირობებში ჩააყენებ call-ისთვის რა. ისეთ sizings array-ზებ 2x რო array-ზებ, ხო? რომ ოპონენტს ჯერ ერთი flash draw-ს რეალიზების საშუალებას აძლევ. მეორე ერთი კიდე უფრო ძლიერ range-ს აჩვენებ, ვიდრე push-ი აჩვენებდა. ანუ აი ამ min raise-ის წინააღმდეგ 7-იანი შეიძლება ეგრევე დაგიყაროს და push-ი შეიძლება დაფიქრდეს ოპონენტი, რომ იქნებ შენ push-ავ flash draw-ს მაგალითად რა. ანუ ბლეფობ რა. ესამისად ეს sizing-ი არ იხმარო, ჩემი რჩევა იქნება ზოგადად როცა ოპონენტს ურეიზებ ოპონენტის ფსონის 3 მაგიო დენობა არის მიღებულიო და არეიზო, მაგრამ დააჩნია ოპონენტი რამდენს არეიზებს, როცა ძალიან პატარა ფსონს აკეთებს, ხა ერთ blind წოცა გამოდის მაგალითად პოტის მიხედვით უნდა იმჯელო, რომ რაღაც ნახევარი პოტი 2/3 ასე შემდეგ რა. ჩვეულებრივად ეხა აქ 3x უნდა გაეკეთებინა ოპონენტის რეიზზე და ანუ რეალურად აზრი აღარ ქონდა, ისეთი სტეკი რჩებოდა, ბარემ all-in-ი უნდა გაეკეთებინა რა, ეგრე გამოდის. ეხა პოტი ამ წუთას არის რამხელა 10 ლარი აქ არის 3 ლარი ამისი დაემატა, ხო? 13 ლარია დაახლოებით პოტი და შენი სტეკი კიდე 16 ლარია, ანუ შესაბამისად SP არის 1. ეს მათემატიკის ვიდეოში ხსნი მაგას რა. თუ არ გინახავს უყურე და როცა SP არის 1-ია, აქ მიკრო პოკერის თამაში პირდაპირ all-in-ის გაკეთება ჯობია ხოლმე როგორც წესი. ისე ხო ეხა მათიანის გაწყვილებაზე უცებ იმის გარდა flash draw-ების გარდა კიდე set-ებსაც ანუ მიეცათ ისა რა კარგი ხელსაყრელი პირობა რომ ენახათ რივერი რა ეგ თემა იყო ამ შემთხვევაში არ იყო set-ი მაგრამ ხანდახან იქნებოდა კარგით ეს იყო და ეს მოკლედ აქ დავამთავროთ მოკლედ შეჯამების სახით ვიტყვი რომ მთლიანობაში ანუ რაღაცა ისეთი საბაზისო sizing-ები გექნება გადასახედი და რავი, ჩემ ვიდეოებში არის აი preflop მოდელზე და post-flop-ზე ორი ვიდეო მაქვს ახსნილი რაღაც ძირითადად range-ები, sizing-ები რაღაცეები მაგ ვიდეოებში მათემატიკის ვიდეოსაც თუ გადახედავ, კარგი იქნებოდა, კარგი ვიდეოა ისიც რაღაცა ბაზა რაც არის პოკერის მანდ არის ახსნილი და რავი, ზოგადად ჩემს არხს თუ მინიადევნებ თალყურს და რაღაცა, ესეთი პრობლემების მოგვარება ალბათ ჩემს არხზე შეიძლება რა. კარგით, აქ დავამთავროთ და შევხვდებით შემდეგ ვიდეოებში.